ბრალდებები იყო აბსოლუტურად აბსურდული და თავისთავად ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ელჩი მივიდა ხელცარიელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრთან შეხვედრაზე, ამის კიდევ ერთი დასტურია. საგარეო საქმეთა სამინისტროში მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე მისული ელჩის 40 წუთიანი მდუმარება. ბევრი რამის მთქმელი აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის. ბრიტანეთის ელჩი, ბრიტანული ბიუროკრატია და ქართველი რადიკალები. სწორედ მათ კოორდინირებულ მოქმედებას უკავშირებს ხელისუფლება ორ ქართულ წამყვან მაუწყებელზე ღია თავდასხმას. ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. აქედან გამომდინარე არის მარტივი კოორდინაცია, არის სერიოზული პრობლემები მთლიანობაში ევროპულ ბიუროკრატიაში და ანალოგური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში. შესაბამისად, იგივე ძალები მართავენ იქაურ ბიუროკრატიას, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. ამაზე ხშირად საუბრობს სხვათა შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი, ის პირდაპირ აცხადებს ხოლმე, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ეგრეთ წოდებული deep state, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას და ამის შედეგები არის სახესი. არის საერთო კოორდინაცია, აქაური ადგილობრივი აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია იმართება ერთი ხელიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ტელეკომპანია პოსტივისთან და იმედთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში მეხუთე კოლონად წოდებული ძალების კვალს ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართულ თავისუფალ მედიაზე გაუმართლებელ თავდასხმაში საკუთარი წვლილი აქვს ელჩსაც, რომელიც გუშინ ჟურნალისტების უფლებების დამცველობას იბრალებდა. დღეს კი მისი ქვეყანა იგივე ჟურნალისტების თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ცდილობს. ავარკვიეთ თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს, ეთქვა, იმიტომ რომ პოსტივისტვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუ კი რაიმე შეიძლება შეეხმარებოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ესე უპირველეს ყოვლისა მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, რომ დასტურდება, რომ ელჩია, ვინც შეეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. ერთი, მეორე, აქ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ იმაზე, თუ რა არის მიზანი საბოლოო და საბოლოო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა. გასუფთავება ველის მათივე პროპაგანდისტებისთვის. დასკვნა ერთია, ის ვინ ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველად, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას უნდა გავუსწოროთ ჩვენ თვალი და ასე უნდა შევხედოთ დღის იქით ბრიტანეთს, მის ელჩს და მის ელჩის საქმიანობას. ეს არის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება. დღემდე არც ერთმა მედია უფლებების დამცველმა კოალიცია, ორგანიზაციამ, რა ვიცი, ლეგიონია მათი სახელი, არც ერთმა ხმა არ მოიღო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. ქართულ თავისუფალ მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში საკუთარი როლით ამაყობენ ქართველი რადიკალები. ნაციონალურ მოძრაობაში პირდაპირ აღიარებენ, რომ ორი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შესახებ ბრიტანელებს ცრუ ინფორმაციებს პირადად აწვდიდნენ. საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ძალების მხრიდან მართალი სიტყვის გაჩუმების უშედეგო მცდელობებზე საუბრობს მმართველი გუნდი. ჩვენ ინტენსიურად ჩვენ ნაციონალური მოძრაობის გუნდი, ხელმძღვანელობა და საერთაშორისო მიმართულებაზე მომუშავე გუნდი ამ მიმართულებით მუშაობდით. თქვენ იცით, არაერთი შეხვედრა ჰქონდა აქ თბილისში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, ლონდონში. ეს არის რა თქმა უნდა გალაშქრება ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ხალხის არჩევანის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეხუთე კოლონა რამენაირად გადარჩეს საქართველოში. მათ არჩევნებში პერსპექტივა არ აქვთ. რევოლუციებს და გადატრიალებებს ვერ აწყობენ, ამიტომ ესეთი ქმედებებით ეს განწირული მეხუთე კოლონა უნდა დროებით როიტყვიან ჟანგბადი მიაწოდონ. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა რომ უშედეგოა, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. მათ შორის ის მხარდაჭერა, რომელიც მაყურებლის ნდობაში გამოიხატება. შესაბამისად, უკვე მეოთხე დღეა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე თავდასხმით გახარებულებს იმედები უცრუდებათ. სიხარულით აჟიტირებულებს ცივიწყალი დღეს მაგთიკომმა გადაასხა, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში მკაფიოდ თქვა, რომ პოსტივი და იმედი
კომპანიის ქსელში არ გაითიშება. ამას მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს. არხს არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა რომ არ შეექმნება. ამის შესახებ საუბრობენ იმედშიც. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო მომსახურების გაწევის სურვილი რამდენიმე ბანკმა გამოთქვა, ტელეკომპანია მათ მოსალოდნელი რისკების განიცავს და ამიტომ ბანკს თავად ქმნის. ტელეიმედი დაბადებულია გამარჯვებისთვის, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას, ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ იმედის ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით უმოკლეს ვადაში სულ რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით იმედის ბანკი. ბრიტანეთიდან განხორციელებული თავდასხმიდან მეოთხე დღე გავიდა, თუმცა უსამართლო გადაწყვეტილების გამამართლებელი ფაქტები და არგუმენტები არც დღეს ჩანს. მტკიცებულებები არ აღმოაჩნდა არც საგარეო საქმეთა სამინისტროში მისულ ელჩს. დუმარე გარეტ უორდი გუშინ იმ ჟურნალისტებს დაემალა, რომლებსაც მისი ქვეყნის უსამართლო გადაწყვეტილება პირადად შეეხო.